სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა. ეს არის პირად ცხოვრობა თომა მოციქულის ხსენება ჩემს უფასება. და ერთ სასწაულიდან მოვიყვეთ. ესე იგი და დაახლოებით აი უბანში, სადაც არის ანჩის ხატი და სასტუმრო ამბასადორი იმის უკან ზუსტად აღამახსოვს ან 50 მეტრში ან რაღაცა ეს მეტრში დაანგრიეს ტაძარი კომუნისტების დროს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარი ძველი კათოლიკები ეს მოკლედ ეს ტაძარი იყო თომა მოციქულის სახელობის ტაძარი რომელიც დაანგრიეს და ეხლა მიმდინარეობს შენერგება ანახლება და ერთ ღამეს პატრიარქს სანამ ეხლა უკვე აშენებულია თლად არ არის გადახურული არის და ერთხელ პატრიარქს ეს სიზმრება სიზმა რომ თომა მოციქული ეცხადება პატრიარქს ჩვენ პატრიარქს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და ეუბნება რომ რატო არის ეს ჩემი ტაძარი ესე მდგომარეობაში და მიხედავ ჩემ ტაძარს პატრიარქი იხუძებს და გამოიძახა დეკანოზი მაღალ ესარი მენაბდი იმიტომ რომ ამ საკითხებში მენაბდია გაფიცნობიერება და ეუბნება რომ ასე სიზმარი ვნახე მამა ბესარის ეუბნება და მამა ბესარი ეუბნება თქვენ უწმიდესობაო ხოდა თომა მოციქული რომ გამოეცხადა უთქვია პატრიარქისთვის რომ აი აქვეო შენთან ახლოს გამიგე ჩემი დანგრეული ტაძარიო და რატო არ უყურებ თუ რაღაცა ასე და პატრიარქი ეუბნება მამა ბესარის რა ხდება ესე სიზმარი ვნახე ხო არ იციო შეგამოდა გაუგდა მამა ბესარი და უთხრა რომ თქვენ უწმიდესო თომა მოციქულის ტაძარია დანგრეული აქედან რაღაც 100 მეტრში არც აი ესეც სასწაული იყო ჩემი ძვირფასება და ეს ახლა რო არ გამოეხსენები არ შეიძლება ეს კიდე ერთი დამადასტურებელი იმისა რომ რაოდენი წმინდა პატრიარქი ყავდა და ყავს ჩვენ რომ ესეთი დიდი ყოლადქებული მოციქული თომას გამოცხადების ღირსი გახდა ჩვენი პატრიარქი. იცით რა? ხო წერია ბიბლიაში რომ სულელმა თქვაო არ არის ღმერთი. ეს რატომ არის ნათქვამი? ადვილი მისახვედრია ჩემო ძვირფასებული, იმიტომ რომ როდესაც შენ ამას გაიაზრებ და მეცნიერული გამოკვლევები კიდე უფრო გამტკიცდა რა თქმა უნდა ეს უფრო გამტკიცდება ეს აზრი ისე უბრალო შეხვედით გარეგნულად და მეცნიერულად ხო საერთოდ რომ გამოიკვლიეს რომ 30 კილომეტრი წამში მზის გარშემო დედამიწა 30 კილომეტრი წამში ტრიალებს გესმით ჩვენ ხო ერთებს ვერ ვზრუნავთ წამში დედამიწა მიქრის 30 კილომეტრი რა საოცრება და ამ მზის გარშემო დედამიწა ტრიალებს ამდენი საუკუნეა ჩემთვის ეს ხო დიდესი სასწაული აქედან უნდა დაასკვნა რომ ესე იგი ეს ყველაფერი ვიღაცამ შექმნა ვიღაცა გენიოსმა გენიალურმა ვიღაც პოლიშემწლი არსებამ ყოველ გონიერმა არსებამ თუ ამას არ დაასკვნა მაშინ მართლაც იმიტომ წერია თქვა სულელმა გულსა შინათვისა არა არის ღმერთი იმიტომ რომ ეხლა ეს მარტო ერთი თქვი ზეთორე შემოწმებასო ყველაფერი ჩვენ სირგვლივ ღმერთს ადიდებს ფლორა და ფაუნა აიღე აიღეთ ლომი ახლა
გალიაში გვინახეთ, ხო ტელევიზორში რო გვინახეთ, ლომი შემოძებასე ლომს რო შეხედავ, ხო მიხვდები რომ ეს რაღაც საოცრება, ვეფხს რო შეხედავ, ჟირაფს რო შეხედავს, პილოს ამ ყველაფერს. ყვავილებს შემოძებასე ყვავილები რა მრავალფეროვანი ყვავილებია. და მოკლედ ყველაფერს თავი დავანებოთ, უპირველეს ყოვლისა ადამიანი დასაოცრება. რა საოცრება ჩვენ ცხოვრება. და ადამიანი შემოძვიფასებო წერტილი ადამიანი დედის მუცელში ნელ-ნელა იზრდება გესმით და დანარჩენი მე ყველაფერი ეცვლივა აი რაც გვაქვს თვალები ტელევიზორი რადიოხური კომპიუტერი გონება მილები რაც გადის ჩვენში კუჭი რომელიც მუშაობს და მუშაობს დღე-დაღამე მუშაობს აგერ 70 წლისა 70 წელი რომ თან ქართველები განსაკუთრებით ამ ჭამელები ვართ ხო? არ გინდა ამას ყველაფერი ამუშაობს ეს ხო სასწაულია ჩემთვის ეს ხო ღვთის დიდება ეს ხო სასწაულია როგორ იქნება ბავშვი ცოლისა და ქმრის მიერ იოანე ოქროპირის სხვათაშორის ერთ ქადაგებაში ამბობს რომ ერთ-ერთი უდიდესი სასწაულია ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის თვითონ ადამიანის ქალისა და კაცის ორგანოში ესე იგი ეს ორგანოები ამაზე მინდა ვილაპარაკო იმიტომ რომ ეს არის უდიდესი სასწაული ეს ძალა მაგრამ ჩვენო იმად ვაქციეთო რუშობის და სიძვის ნების იმაში ვართ უნდა და ამიტომ არ ღირსო ლაპარაკი მაგრამ ეს ხო უდიდესი სასწაული ეს ყველაფერი ბავშვის ჩასახვა ეს ყველაფერი სასწაულია ყველაფერი ირგვლივ. სასწაულია სცენარეები, შემოძვიფასე ყვავილები კი არა, მარტო ესე იგი ეს ნაყოფები, ეს ხილი, რასაც ხედავ, როგორ იზრდება, როგორ მწიფდება, მოკლედ ყველაფერი ადიდებს ღმერთს, ყველაფერი. და აქედან უნდა დაასვნა, აქედანაც ჩანს ძალიან კარგად, რომ ღმერთმა ეს ყველაფერი მარადიულობად შექმნა, მარადიულობისთვის. იმიტომ როგორ შეიძლება ეხლა ეს ყველაფერი შექმნა, ღმერთს თუ მარადიულობა არ არსებობს, მაგრამ როგორ შეიძლება ესე? აქედანაც უნდა დაასვნა ადამიანი. და ესე იგი თომა მოციქული მიდის ინდოეთში, ქადაგებს და წარმოიდგინე ეხლა რა. მაშინდელი ინდოეთი. ინდუიზმი რელიგია ფორმულა როგორია ეს ხო ვიცი ჩვენ ძიმია ეს ჩვენთვის უკვე ქრისტიანებისთვის მაგრამ აი ამ გარემოში მოაქცია ქრისტიანულად ინდოეთი ну ძალიან ბევრი ეხაც არის ქრისტიანული თემები და მოაქცია და მეფე ძალიან დიდარმა ინდოეთის მეფემ მოისურვა აეშენებინა დიდი სასახლე და გამოყო ტომრებით ოქრო და ვერცხლი რომ აეშენებინათ ეს სასახლე და დაავალა თავის ერთ-ერთ ვეზირს და ამ ვეზირს უნდა ეპოვნა ვინმე ცოდნა და თომა მოციქულმა დაუმტკიცა რომ მე ცოდნევა და მე ავაშენებ და მიცა ეს სიმდიდრე ენდო და თომა გავიდა და ღამი დაარიგა მთელი ეს სიმდიდრე ღარიბებში. და აღმოჩნდა რომ მე აღარ იყო სახსრები და როგორ უნდა ეშენებინა სასახლე. მეფე წასული იყო და როცა დაბრუნდა ვეზირს მოკითხა სად არის ჩემი სასახლე არ დაგიწყიათო? და ერთმა კაცმა მითხრა რომ მე ავაშენებო და მომიყვანეთ ეს კაცი. და მოიყვანა თომა მოციქული მოიყვანეს და სად არის ესო შენო უზარმაზარი ყველაზე ერთ-ერთი საუკეთესო სასახლე აშენდა შენთვისო და სადო არა ამ ქვეყნად და ნუ ვერ გაიგო ახლა აბრაზა დაიჭირა აფერისტი ეგონა დაიჭირა ციხეში ჩასვა და მეფის გარდაცვლილი ძმა გარდაეცვალა ძმა და ხედავს სამოთხეს უდიდეს სამოთხეში ესე იგი რაღაც საოცარ სასახლეებს და ერთი არის განსაკუთრებულად გამორჩეული და მივიდა და არ მინდა ვარსად აი აქ შემიშვიდო
და კარისკაცები გადაუდგნენ ანგელოზები და არა აქ ვერ შეხვალ ესო არისო შენი ძმის სასახლე. მაშინ რომ გეხვეწები დამაბრუნეთო რომ ჩემ ძმასო თხოვო რომ ეს სასახლე მე მომწესო და ცოცხლდება ძმა და მიდის მეფესთან და ეუბნება რომ მეფეო აი ესეთი ნახეო და ასე მითხრესო რომ ის სასახლეო შენიაო და გეხვეწები მე ისევ გამიყვანენ ეხლა ანგელოზებია და ეს სასახლეო დამიტმე მეო და მეფე გულისხმობს მიხვდება და ეუბნება არა ვერ დაგიწყო ეს სასახლე მე მეკუთვნისო და თომა მოციქულს ან თავისუფლებს ჩემო ძვირფასებო ციხე. ესე იგი რა არის ჩვენი ცხოვრება? ჩვენი ცხოვრება არის ადვილად უნდა მივხვდეთ ამას რომ ეს არის კი ჩვენი ცოლიც უნდა მოვიყვანოთ, შვილებიც უნდა ყავდეს, ამზადოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცნებების ფარგლებში. ცნებების ფარგლებში კაი გაგებით როც უნდა ვატაროთ რაც შეიძლება რომ დაშვებულია ცნებების ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩემო ძვირფასო მაგრამ უპირველეს ყოვლისა არ უნდა დაგვაუწყოს რომ ჩვენ მოგტარები ვართ ამ ქვეყნა და ადრე თუ გვიან გავალ ჩვენ ამ ქვეყნად და უნდა გასულებს მარაგი კონდეს მარაგს გულისხმობ სიკეთე გაკეთებული და ცოდების შენანები რომ მერტმა ღვთისასუფევის კარი გადმიღოს ჩემო ძვირფასო. აი ჩვენ ესე თუ ვიცხოვრეთ ბედნიერები ვიქნებით ქრისტიანები ზოგი რაღაცას მისტირის ჩემო ძვირფასო აი მე მაგალითად გამახსენდა ერთხელ ერთ ავადმყოფ კაცთან გამაგზავნეს ძალიან გაჭირებული კაცია დიდი უბედური კაცია და მოვედი მივად ეგ სოლოლაკში იყო რა ადგილზე ზუსტად არ მახსოვს და მე ესე მახსოვს სოლოლაკში რომ დიდი დერეფნები იყო და მივედი კაცო ამ კაცთან და ეს კაცი წამოდგა ვაზიარი და მე საჭმელი ვისაუბრე დიდხანს საჭმელი გაამზადა გერკულეს თუ რა ქვია ეს ქართულად შურიის პაპა გაამზადა კაი ციცაკა მოახარა მილი მარილი დაიწყო ჭამა და მოკლედ მერცხი მომივიდა და მეთქი ჭამდა მეც ისე ჭამის იმაზე დავდექი ეშხს უყურებ ეხლა ამ კაცს მე მეუბნებ ეხლა საღამოსო ეხლა გერკულეს და ჭამო საღამოს მოვხარშალო ბავარიო სარდილებსო და შევჭამოთ რა გამაგიშე ესო თქვა და მე წინ დიდი ტელევიზორი ქონდა საწოლი ქონდა ეხლა თქვენ უწახოთ ჩავთავ ამ ტელევიზორს და უყურებ და მე ვიფიქრე რა ბედნიერია ეს კაცი არ მუშაობს არაფერს არ აკეთებს ჭამს სვამს ბავარიულ სარდილებს ჭამს აი ხა ამ კაცისთვის რომ გეთქვა რომ აი რო ეთქვათ რომ მოდი აი შენ პრემიერ-მინისტრთან იმან რა ქვია პრეზიდენტად დაგნიშნე ხო გვარს ითხოვდა რა წარმოიდგინე და რატო ითხოვდა იმიტომ რომ სხვაგან რო არ წავიდეთ შორს ჩვენ ქვეყნის ისტორიიდან ჟორდანია გააგდეს საქართველოსთან ძვლის გაასრო ცოცხალი და მოკდა ემიგრაციაში ზვიად გამსახურდია მოკლეს სააკაშვილი ციხეში ზის ღარიბაშვილი ციხეში ზის აი როგორ უნდა ინატროს ახლა ამ კაცმა ან ვინმე პრეზიდენტობა რატომ უნდა ინატრო რომ მე დაგიჭირონ ყველაფერი ჩამოგართვან იჯდნენ ციხეში ან ჩუმში გესროლონ ტყვია რა თქმა უნდა ამიტომ ვისწავლოთ უბრალო ცხოვრება ყველაფერში მადლიერი ვიყოთ აი როგორც ეს ღარიბი კაცი რომელზეც მე გითხარი თვითონ უბედურად შეფასებული და შეშურდა იმ კაცს და იმიტომ მე დღე-დღე მუშაობს რომ ესე ხალხი და ეს კიდე არც შრომობს არ ჭამს ის არ შრომობს არც მუშაობს არ ჭამს სვამს და აი დიდ ეკრანზე ტელევიზორს უყურებს 300 არხი აქვს აი წარმოიდგინე ამიტომ ვიყოთ კმაყოფილი ყველაფერი კმაყოფილი და ყველაზე მთავარი რა იცი ღმერთმა რაც როგორც გაგვაჩინა აი ეს სამი ჩვენი ხვედრი და
აი ამისთვის უნდა მაგორდეთ ღმერთს და ამით უნდა საკუთარ თავს უნდა შევიგნოთ რომ რა მოწყალია ღმერთი ჩემო ძვირფასე როგორ მოწყალი ხო ხანდახან მივდივარ დავინახავთ ფეხმოჭრილ კაცს ჩვენ კი ორივე ფეხით დავდივართ ხანდახან დავინახავთ ბრმას ჩემო ძვირფასე წარმოიდგინეთ ჩვენ და ვიყურებით თვალებიდან და ასე შემდეგ ყველაფერისთვის უნდა მაგრობდეთ ღმერთს ჩემო ძვირფასე მოკლედ რა ვიცი კიდე რა შეიძლება დღეს თქვა ისევ იმას ვიმეორებ რომ ქრისტე მოვიდა თავის ჯვარცმით გამოისყიდა ცოდვები აღდგომით და გაგვიხსნა ღვთის სასუფეველი და ვართ უაღრესად ბედნიერები ქრისტიანები უაღრესად ბედნიერები ვინც ეკლესიის წევრია ჩემო ძვირფასებო ის არის ნამდვილად ბედნიერი ადამიანი იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ ხო შეიძლება აი მე ძალიან მიხარია ვინც ყოფილხარ შავნაბადას უკან შავნაბადა რომ მოჩანს კომისისკენ რომ მიდიხარ უკან არის თბილისი იქ რამოდენიმე ჯერ მოხდი სასწაული სასახლეები აშენებული ძირითადად ქართველებს იქ რუსებიც არიან იქ არაბსაც აქვს ერთ ვიღაცები არიან სხვა მაგრამ ძირითადად ქართველები ნუ ყველას კონდეს კაცო და ან თუ ყოფილხარ დიდი დიღმის, სოფელ დიღმის თავზე ამშენებლები რა სახლები აშენდა ჩემო ძვა ან წყნეთში რა სახლები აშენებული ჩემო ძვირფასებო კიდევ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრ ადგილზე საოცრებები და მე მიხარია ეს ყველაფერი ძალიან მიხარია ისეც მიხარია რომ თბილისში არ არის აი ხო გითხარით ახლა რამდენად ჩამოთვალე დიდარი უბნები თბილისში არ არის ღარიბების უბანი არ არსებობს ეგეთი რამ კი შეიძლება ახლა ვიღაცა არის ღარიბი როგორ არ არის მაგრამ ღარიბების უბანი არ არის ჩემო ძვირფასე ხო და აი ამ გაჭრებულ კაცზე მეტი რომ არც უშოვდა ავად იყო და ესეც კი ბედნიერია ახლა მე რაც ხო რაც ჩავთვლი ახლა ბედნიერება ის ხო ბედნიერი იყო კაცი ამიტომ ყოველთვის მადლობდეთ ღმერთს ჩემო ძვირფასე ღმერთს ყველაზე მეტად უყვარს მადლიერება მე მაგალითად ჩემ ცხოვრებას რომ გადავხედავ გაოგნებული უბრალოდ გაოგნებული ძალიან გაოგნებული იმიტომ რომ რა ვიყავ ხო არაფერია ან ეხლა რა ვარ არა ვიყავ მაგრამ ჩემ ცხოვრებას რომ გადავხედავ ჩემო ძვირფასე ღმერთმა მომცა ცოლი ამდენი შვილი რა ვიცი ყველაფერი მომცა სახლები მომცა აგარაკი მომცა ჩემს სახლთან ახლოს სულ აქედან პირდაპირ ესე პირდაპირ არის 150 მეტრი ჩემს სახლთან აქ მოვახერხე მადლობა ღმერთს ყოველთვის ვიხსენებ და მადლიერები ვართ სპონსორების მოვახერხე დავაშენეთ აქ 3 ტაძარი გესმით თქვენ მე ვარ წინამძღვარი ამ სასწაულია ჩემ ცხოვრებაში უბრალო ლაზარე რომ იყო როგორც სახარებაში არის ავარყოფი ძირსვეტო არავინ არ მყავდეთ მაგრამ ღმერთთან იყო შეერთებული მაშინაც ეს არის ყველაზე მთავარი მაშინაც დიდად ბედნიერი ვიქნები ხო მაგრამ სიტყვაზე ვამბობ აი რაც ჩამოვთვალე ეს რაც გარეგნულად და რამდენი კიდე რამ არიცი თქვენ ჩემ ცხოვრება არის უბრალოდ უდიდესი სასწაული ესე იქნება თქვენი ცხოვრება თუ კარგად შეხედავთ თქვენ თავს და ნახავთ ღმერთი რამდენჯერ შეგეწია და როგორ მოწყალია და ჩვენ ბედნიერები ვართ იმით რომ ჩვენ ბედნიერები ვართ იმით რომ ღმერთმა გამოგვარჩია და ღმერთმა გზა მოგცა თუ ამ გზას ჩვენ არ ვართ ჩვენ მივდივართ მარადიულ ბედნიერ მარადიულ ცხოვრებაში ჩემო ძვირფასე რა ვიცი ეს მინდოდა რომ ეკა ერთადერთი რაც მინდა დავამატო ვახტანგ გორგასალის სიტყვა და ამით დავასრულო ქართველების ბუნება როგორ აღწერა ვახტანგ გორგასალმა როდის მე-5 საუკუნეში ჩვენმა ასე თქვა ლეგენდარულმა ნეფემ ოღონდ იქ ლეგენდა არაფერი არ ყველაფერი რეალურია და სწორია
მე ჩემი მოსაზრება მაქვს ვახტანგ მეფემ ღმერთს უყვარდა იალბუზზე შედგა ფეხი და ციდან ჩამოესმა რეკა იალბუზზე ფეხი შედგა დიდმა მთებმა იწყეს დრეკა ეს მე მარტო სიმბოლურად კი არ მიმაჩნია იალბუზი ჩვენია იცოდეთ უბრალოდ დღეს იქით არის სამწუხაროდ საზღვრებს იქით ისე ჩვენია საქართველოა და 1950 წლის ვარშავსკაია ენციკლოპედიაში იქ საქართველოში იალბუზი ჩვენია სტალინი რო გარდაიცვალა მე მოგიჭრეს და ესე იგი როდის თქვა ვახტანგ გორგასალი ეს და აი ნახე ხა მე წავიკითხავ და ზუსტად ესეთები ვარ ჩვენ დღესაც ბუნება ქართველთა ესე არის ვახტანგ გორგასალის სიტყვა რათა ქრისტესთვის დავდვათ სული ჩვენ და მოვიგოთ მადლი ღვთისაგან და პოვოთ ცხოვრება საუკუნოდან ცნებათა მისთათვის თუ მოკვდეთ უკვდავნი ვართ და სიკვდილისაგან ცხოვრება მივიცვალეთ ღერძელობა მოგმართოთ ღმერთმა ქრისტიანსგან ჭეშმარიტად